დროებით ერთი დღით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის და წმინდა ნაწილების გადაბრძანებისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენ მქონდა შეხვედრა ზუგდიდის საზოგადოებასთან და მე აქ მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი. სამწუხაროდ ერთ-ერთმა მედია საშუალებამ დაწერა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია არის წინააღმდეგი ამის გატანისა. არა ეპარქია, არამედ მე მინდა ამას ხაზი გავუსვა საზოგადოება, რომლებშიც შედიან უხუცესები, შედიან ინტელიგენციის წარმომადგენლები, შედიან ახალგაზრდები, შედიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ეკლესიაში არ დადიან და ამას თვითონ აღიარებენ და ამას თვითონ ბრძანებენ. ჩვენ ეკლესიაში არ დავდივართ, მაგრამ ჩვენ თუ საჭირო გახდა დავიცავთ ღვთისმშობლს და ღვთისმშობელი იქნება ზუგდიდში. მე ძალიან მინდა ვთხოვ ყველა მედია საშუალების წარმომადგენელს, რომ თითოეულ სიტყვას, თითოეულ თქვენს გამონათქვამს და შემდგომში გავრცელებულ ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთმა სიტყვამ შეიძლება მშვიდობა დაამყაროს, ერთმა სიტყვამ შეიძლება პირიქით დაძაბოს ურთიერთობა ადამიანებს შორის, რომელთა შორის სიყვარული უნდა იყოს და უპირველეს ყოვლისა ღმერთი, როდესაც ეხება საქმე სიწმინდეებს, ეხება საქმე რელიგიას და ეხება საქმე იმ დიდ საუნჯეს, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქვია. გუშინ ჩვენი შეხვედრის შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, მე წავედი უწმინდესთან და უნეტარესთან და უფლება არ მქონდა მისთვის არ მეთქვა ის დამოკიდებულება, რომელიც სუფევს ქალაქში, რომელიც საზოგადოებაში რამდენიმე დღის განმავლობაში ამ თემაზე იყო სხვადასხვა აზრი, მაგრამ მე მინდა თქვა ერთი რამ, რომ უმრავლესობა ბრძანებდა და ამაში ალბათ თითოეული თქვენთაგანი დამეთანხმებით, რომ უმრავლესობა ზუგდიდის საზოგადოებისა და არამრევლისა მხოლოდ ბრძანებდა, რომ ჩვენი მოგზაურებული თხოვნა იქნება პატრიარქის მიმართ, რომ გაითვალისწინოს მათ ჩვენი თხოვნა და ეს სიწმინდეები დარჩეს ზუგდიდში. მადლობა ღმერთს და უპირველეს ყოვლისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომლის მიმართაც ჩვენ მართლაც ასეთი განსაკუთრებული სასვეება, რწმენა, იმედი გვაქვს. ვინ როგორ გამოხატავს ეს, რა თქმა უნდა, ღვთის და დედა ღვთისმშობლის შესაძლებელია, ვინ ლოცვით, ვინ მარხვით, ვინ თავისი გულმხურვალე ვაჟკაცობითა თუ თანადგომით, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანის დამოკიდებულებას ყველას კარგად ხედავს ღვთისმშობელი. და მე მინდა თქვენი სახელით, ჩვენი ეპარქიის სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ცხეთა თბილისის თავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს, ჩვენს მამამთავარ სულიერ მოძღვარს, რომელმაც ბრძანა, რომ გადაეცით მრევლს, გადაეცით თქვენ სამწყსოს, რომ ეს სიწმინდე დარჩება ზუგდიდში. ეს სიწმინდე გასვთ თქვენ, როდესაც მან მოილოცა 2007 წელს და დამზადებული იქნა სპეციალური კიდობანი, რომელშიც პირველად მის მოწმინდესობამ ჩააბრძანა, ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ ეს სიწმინდეები იქნებიან აქ დაცული და ჯერ სანამ არ არის ტაძარი დამთავრებული, ეს სიწმინდეები იქნება მუზეუმში და ჩვენი სხვა რა თქმა უნდა გვინდა მუზეუმის ხელმძღვანელობასაც უღრმესი მადლობა გადავუხადოთ, კულტურის სამინისტროსაც, რომელიც ზრუნავს დროებით ადგილსამყოფელს ამ დიდი სიწმინდეებისა და დიდ დღესასწაულებზე, როგორც არის ბლაქენობა და ეს უკვე ტრადიცია არის, ეს უკვე დამკვიდრებული დღესასწაული არის ზუგდიდში. ამ დღეს განმობრძანდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი
და მასთან ერთად ისი წმინდები, რომლებიც აქ იმყოფება. იონე ნათლისმცემლის, წმინდა გიორგის, მარინეს და კვირიკეს წმინდა ნაწილები. მე მინდა თვითონ თქვენთანაც უღმრთესი მადლობა გადაგიხადოთ იმ ლოცვითი თანადგომისათვის, რომელმაც ჩვენ სწორ გზაზე გვატარა. გავსოთ თქვენ, რომ იყოს სხვადასხვა აზრი, სხვანაირად უნდა გავგვეკეთებია, სხვანაირად უფრო გამოგვეხატა, დაგვეცვა და ასე და ასე შემდეგ, მაგრამ მერწმუნეთ ეკლესიას სხვა არჩევანი, სხვა გზა, სხვა მიმართულება არ აქვს გარდა ლოცვისა. და ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობელი შეისმენს ჩვენს ლოცვას, ვედრებას, წირვას, პარაკლის, რომელსაც ჩვენ ქრისტიანები უნდა ავავლენდეთ. დღეს საღამოს ჩვენთვის ამ სასიხარულო მოვლენასთან და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ვფიქრობ ყველა ადამიანისათვის, რომელიც თავს ქრისტიანად უწოდებს, რამე თუ მშვიდობა სუფევს ეკლესიაში. მშვიდობა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისათვის აუცილებელია, როგორც ჩვენი სულიერი ცხოვრებისათვის, ჩვენი ოჯახის წევრებისათვის, ასევე ქვეყნისათვის. ღამის 12 საათზე ჩავატარებთ სპეციალურ წირვა ლოცვას და კიდევ ერთხელ ღმერთს მადლობა შევწირავთ და მადლობას გადავუხდით ჩვენს პატრიარქს ასეთი ზნული გადაწყვეტილებისათვის, რომელშიც მე ვფიქრობ, რომ არც ერთ თქვენთაგანს ეჭვი არ გეპარებოდათ. რომ მე მივდიოდი იმ დიდი იმედით, რომელსაც თქვენ მიმაგრებდით ზურგს და მივდიოდი იმ დიდი იმედით, რომ როგორც ჩვენ თქვით, პატრიარქი როგორც ყოველთვის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ღვთის ნება ქვია. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ქვეყანა და ყველა წმინდა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა სულიად საქართველოს, თითოეულ თქვენთაგანს და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანებს. ამინ.